რეკლამის შემდეგ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ზაზა ბიბილაშვილი ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელია ჩვენთან ერთად მოგესალმებით ბატონო ზაზა მადლობა მოგზანებისთვის ბატონო ზაზა მინდა რომ ჯერ პირველ რიგში შევაფასოთ ის ვითარება რა ფაზაშიც ვართ ახლა ხო ვნახეთ გუშინ ჩხრეკები აი ეს რეპრესიული პოლიტიკა რომელსაც ამძაფრებს ყოველდღე ივანიშვილის რეჟიმი ვნახეთ სუსის ანგარიში დღეს სადაც პირდაპირ საფრთხეთ დასავლეთი ყავს გამოცხადებული ივანიშვილის სუს აი რა ფაზაა ეს როგორ შეაფასებდით თქვენ ამ ყველაფერს ივანიშვილის გადმოსახედიდან ბოლო ფაზაში ვართ თორსა უკვე ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში გადავდივართ გავიხსენოთ რომ ზუსტად 1 წლის წინ 2024 წლის 29 აპრილს მე ვიტყოდი შემოbrunება მოხდა ისტორიული თვალსაზრისით, როდესაც აი ის აქცია შეკრიბა ივანიშვილმა რუსთაველზე, სადაც ღიად გამოაცხადა კურსის ცვლილების შესახებ. მანამდე ხა საღიაზრის მქონე მოქალაქეებს და სინდისიერ მოქალაქეებს ისაც შემჩნეულიც ჰქონდათ და ამას ებრძოდნენ ხო წლების განმავლობაში, მაგრამ ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს იმის ფუფუნება, რომ ეთქვათ, რომ არა, საიდან მოიტანეთ, აი ჩვენ ხო გავაკეთეთ რაღაც პროდასავლური განცხადება ან ვიღაც საშუალო რანგის ქოცი ხო შეხვდა ვიღაც ევროპელ ჩინოვნიკს და შესაბამისად ვართ პროდასავლური ხელისუფლება და დამთავრდა ეს ყველაფერი შარშან 29 აპრილს და 1 წელია ჩვენ ვართ რუსული დე-ფაქტო დიქტატურის პირობებში ჩაატარეს რაღაც სპეცოპერაცია რომელსაც არჩევნები დაარქვეს და ეხა მე რამდენი წმენდა არის უკვე შიდა წმენდა სხვათა შორის ამას მე პირადად არ აღვიქვამ როგორც სისუსტეს პირიქით გამყარება ხდება რეჟიმის იმ თვალსაზრისით რომ საერთოდ ყოველგვარი ადამიანურობისგან და რაღაც სოციალური კავშირებისგან დაცლილ რაღაც სტატისტიკურ ერთეულებს ნიშნავენ რომლებიც არიან აი უბრალოდ ბრმა შემსრულებლები, ყველაფრის გამკეთებლები, ჩვეულებრივი ტყავის ჯუბიანი ჩეკისტები მაუზერით რო დადიოდნენ 1930-იან წლებში აი ხალხი ყავთ, აი საერთოდ შეურაცხადი ტიპები, ხო, ხედავდით გუშინ რა ხალხი მიიყვანეს, საერთოდ ადამიანს სად ცხოვრობენ, ვისთან ურთიერთობენ, სად გაიზარდნენ, აი ეგ საერთოდ გაუგებარია რა ხალხთან გვაქვს მაგათი სახით საქმე, რომლებიც მიდიან ორსულქანთან მარტო ხელა ანუ დედასთან რომელიც მარტო შვილწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფება და ასე იქცევა ხო მაგრამ ნუ ამადგან არაფერი გაურკვეველი და არაფერი მოულოდნელი არაფერი ისეთი რაღაც აღმაშფოთებელი არ ხდება იმიტომ რომ ეს არის ქართული ოცნება სხვა კი არაფერი არ არის ის დანარჩენი იყო ჩვენი ილუზიები და ეს არის მათი რეალური და ერთადერთი რეალური სახე ხო ეხლა სად ვიმყოფებით ერთი მხრივ ვიმყოფებით იმ სტადიაზე როდესაც დასავლეთმა ესენი პრაქტიკულად იზოლაციაში მოაქცია, მაგრამ მეორე მხრივ ერთგვარი გადაფასება ხდება იმისა, ეხლა საქართველოსთან როგორ გავაგზავნოთ ურთიერთობა. ვინაიდან აქ ყავთ დე-ფაქტო რეჟიმი და ამ დე-ფაქტო რეჟიმთან უნდათ არ უნდათ ისმება ასეთი კითხვა ხო რაღაცა ტიპის კონტაქტები უნდა გქონდეს ხო ეს არის ერთი პლასტი ამ ყველაფრის და მეორე არის შიდა პლასტი ეხა დღესაც მიდის ამ ბოლო ხანებში რაღაც კამათის სწორია რა არის სწორი რა არის არასწორი ანუ ერთი მხრივ უნდა ითქვას რომ ის ქუჩის პროტესტი რომ არ იყოს და მე მგონი წინა სტუმარიც ამას ამბობდა ბევრი რაღაც ვერ იქნებოდა ვინაიდან ზუსტად რა თქმა უნდა ეს ქუჩის პროტესტი არის ის რაც ჩვენ საერთოდ რადარზე გვამყოფებს ივანიშვილის ამოცანა ჩვენი რადარიდან გაქრობა უნდა რომ ეს უბრალოდ რაღაც ბნელ კუნჭულად კუთხე კუნჭულად აქციოს სადაც რუსები გააკეთებენ იმას რაც უნდათ და მათ უბრალოდ მომკითხავიც არ ეყოლებათ და ეს ადამიანები მართლა გმირები რომლებიც ყოველდღიურად არიან რუსთაველზე ამას შეუძლებელს ხდიან გამოსავალი ახლა რო გითხრათ გამოსავალი რთული სათქმელია გამოსავალი არის გამძლეობა გამოსავალი არის მოთმინება ხო ფაქტია რომ ამ პროტესტს ჭირდება გაძლიერება რომ ძალამ აქეთა ფლანგზე გადააჭარბოს იმ ძალას რომელიც აქვს ახლა რეპრესიულ რეჟიმს ხო რომელიც ჩვენ ვამბობთ რომ ამ საერთაშორისო იზოლაციის გამო და სანქციების გამო საკმაოდ წუხს ეს მათი წარმომადგენლის განცხადებებშიც იკვეთება ხო აი ეს ძალის კონცენტრირება აქეთ მხარეს როგორ უნდა მოხდეს ზაზა როგორ ფიქრობთ თქვენ ხო, ну ამაზეც მიდის მათ შორის ჩვენ გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით ამ თემაზე, უნდა იყოს თუ არა ერთიანობა ჯერ კიდევ დღის წესრიგში, მე მგონია ერთი მხრივ რიტორიკული კითხვა, ვინაიდან არასდროს ჩვენს ისტორიაში ერთიანობის გარეშე რაღაც დიდი შედეგისთვის არ მიგვიღწევია, თუმცა მეორე მხრივ არიან აქტორები, რომლებიც ჩემი აზრით სრულიად თანმიმდევრულად მიზანმიმართულად ამ ერთიანობას ებრძვიან. ზოგს ამაში რაღაც ინტერესი აქვს, ზოგ შეიძლება
არ ყოფნის ამის თვალსაწიერი რომ ეს გააცნობიეროს, მაგრამ ფაქტია, ეს აქტორები არიან და ამ ერთიანობას მიზანმიმართულად შლიან. ხა ამ ვითარებაში გამოსავალი ისაა, რომ ვისაც უნდა რაღაცის გაკეთება, მართლა რაღაცის გაკეთება და არა ის, რომ დავუშვათ ილუზია შეიქმნას წინააღმდეგობის ან ილუზია შეიქმნას რაღაც დემოკრატიული ან კვაზიდემოკრატიული პროცესის, იმან გააკეთოს ეს რეალური საქმე. ხო, მე მესმის, რომ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ პროცესს გააქილიკებს, ბევრი ადამიანი, რომელსაც სუსი ან კგბ მოუხსევს და მასხრა დაიგდებს, ეს ხო მათი გაცდილი მეთოდია, ხო? პიარი, პროპაგანდა, ასე შემდეგ, მაგრამ სხვანაირად არასდროს საქმე არ გაკეთებულა. შესაბამისად, ეს პროცესი უნდა გაძლიერდეს და ვიმეორებ, ვისაც აქვს ამისი რესურსი, თავის ყველანაირი გამოვლინებით ეს რესურსი ახლა უნდა ჩაირთოს. კიდევ ერთი კომპონენტია და დღეს ამაზეც მიდიოდა კამათი, რამდენად უნდა აისახოს ეს დავუშვათ ყოველდღიურ სოციალურ კონტექსტზე, ხო? მაგალითად არიან ადამიანები, რომლებსაც კი უხარიათ, რომ ესტონეთმა რომელიღაცა კაცჭამია დაასანქცირა და ამ კაცჭამიას დღეს შეექმნა კონკრეტული პრობლემები. კარგია ეს, იმიტომ რომ ესტონეთი მეგობარი ქვეყანაა და ამას აკეთებს, იმიტომ რომ ეხმარება ქართველ ხალხს დამპყრობლების წინააღმდეგ. მეორე მხრივ, გარდა იმ პროტესტისა, რომელიც რუსთაველზე ხდება, ხო, აი რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი თვითონ ბევრისთვის არის თვითიმედოვნების საფუძველი, რომ აი ისინი აკეთებენ ამ საქმეს, ხო, მაგრამ შეიძლება ჩვენ წავიდეთ და ჩვეულებრივად ჭიქა ავწიოთ, ვიღაცას დაბადების დღე მიულოცოს, ვიღაცასთან ერთად ვივარჯიშოთ და ვეჭორავოთ, პირობითად ვიძახოთ, ხო და ეს თითქოს ყველაფერს ანეიტრალებს. ანუ იმ ადამიანებს არ შეიძლება რაღაც ეკრანიდან ვებრძოდეთ ან ქუჩიდან ვებრძოდეთ და მე ოჯახურ გარემოში ან მეზობლურ გარემოში ვეუბნებოდეთ, აი ეხა ის პოლიტიკა სხვა. არა, პოლიტიკა და ცხოვრება დღეს განუყოფელია ერთმანეთისგან. პოლიტიკა და სპორტი, პოლიტიკა და კულტურა, პოლიტიკა და აი ყოველდღიურობა არასდროს ისე ახლოს არ მდგარა ერთმანეთთან როგორც დღეს. შეიძლება 1930-იან წლებში, როცა ერთი დანოს წერდა და მეორეს მიყავდა. კი ბატონო, ბოლო პერიოდში ბატონო ზაზა, ჩვენ ამ რეჟიმის პირობებში განსაკუთრებით ნამდვილად არ გვიკვირს, როცა ოპოზიციური სპექტრი მთლიანად ყველა პარტიას გულისხმობ, აღმოჩნდება ხოლმე გარკვეული დილემის წინაშე, როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში. ერთის მხრივ ნამდვილად ასეა, რომ პოლიტიკური პარტიები არსებობენ იმისთვის და არსებობენ იმიტომ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, მოიზიდონ ელექტორატი და მიაღწიონ გარკვეულ შედეგებს, თუმცა ვხედავთ ამ არჩევნებს როგორ ატარებს, რასაც სპეცოპერაცია უწოდეთ თქვენ და არა პირველად ნამდვილად. მაგრამ აი ამ მოცემულობაში, ამ ვითარებაში, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, რას გეუბნებათ ჯერ ერთი აი რა ამოიკითხეთ თავად პოლიტიკური პარტიების მიდგომებში, ემზადებიან თუ არა ისინი ადგილობრივი არჩევნებისთვის და რა იქნება ამ შემთხვევაში თქვენი აზრით სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება, ისე რომ პროცესი არ უნდა დაზიანდეს და ისე რომ იარსებონ პოლიტიკურმა პარტიებმაც, თუ კი ქვეყანა იარსებებს საერთოდ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხისას დავსვათ თავარი კითხვა, მიზანი რა არის? იმიტომ რომ შეიძლება კულუარულად ვიღაცამ გითხრათ, რომ ჩემი მიზანია რომ რაღაც რეგიონული სტრუქტურა არ დამეშალოს, იმიტომ რომ რა ვიცი ხა იმას ხელფასი აქვს, ის საკრებულოშია, ის კიდე სადღაც არის და რა ვქნა ეს ხალხი როგორ შევინახო. ხო, თუ ადამიანების აი ესეთი ყოველდღიური თუ ყოველთვიური შენახვა, ამოცანა, რაღაც სოციალური, ასე ვთქვათ, ქსოვილის შენარჩუნება ამ თვალსაზრისით და რაღაც თეორიულად პარტიული სტრუქტურის შენარჩუნება, ეს ერთია. თუ ამოცანა ის არის, რომ ამ რეჟიმს რეალურად დისკომფორტი შეუქმნა და გავზარდოთ შანსი, რომ მისგან გავათავისუფლოთ საქართველოს, მაშინ შეიძლება ის პირველი გზა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ის პირველი გზა რეალურად აკეთებს იმას, რაზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, ხო? კაცი ჭამიებს, დამყრობლებს, უქმნის დემოკრატიულ ფასადს. ეხლა როცა ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნებზე, მე მესმის და პატივს ვცემ, როდესაც ამბობენ, რომ შეიძლება ამაზე საუბარი ადრე იყოს, ანუ კონკრეტულად არჩევნებში შესვლა ხო არ ნიშნავს, არა წინა პირობები ხო აქვს ამას, მაგალითად, როცა ვსაუბრობთ, რომ წინა არჩევნები გაყავდა, მადლობთ, იმიტომ რომ ამაზე კონსენსუსი შედგა როგორც იქნა, მაგრამ ნუ იმის წინა არჩევნებიც გაყავდა, ხო? ანუ იქ საუბარია გაყალბებულ სიებზე, საუბარია მიწერებზე, საუბარია იმ მეთოდებზე, რომელზეც ეს რეჟიმი იყენებს იმისთვის, რომ არჩევნები ერქვას, მაგრამ რეალურად არჩევნები არ ტარდებოდეს, ხო? რომ ამბობთ, რომ ახლა ჩვენ აი პირობითად 59% ავიღეთ, აი ავიღეთ 59%, რამე იცვლება? ხო, ნუ ანუ აქ საუბარი არის, ან ესენი მიდიან
ან ესენი რჩებიან, ესენი 50.1%-ით რომს დარჩენ, აბსოლუტური ძალაუფლება ხელში რჩებათ რუსებს მაინც, ხო? და ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ არსებობს ამ ვითარებაში იმის შანსი, რომ ეს რეალობა აი ამ არჩევნებით, ამ სუსით, ამ შინაგან საქმეთა სამინისტროთი, ამ სიებით, რომელიც მე მგონი არ დაუბრუნებიათ ისევ, ხო, საიძე ისევ გაჭედილია ეგ. ხო, აი ამ ყველაფრის მიუხედავად, კი შევალთ და ნუ თავს ვიტყუებთ თუ ვინმეს ვატყუებთ, ხო? ხა ამაზეც არის დაფიქრება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კი ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხა რამდენჯერ უნდა შეხვიდე ერთი და იგივე თამაში, ისე რომ მოცემულობა არ შეიცვალოს და შექმნა იმის ილუზია, რომ რაღაცა შეიცვლება. ყველაზე მნიშვნელოვანი ხა ესა აქვთ ხოლმე არგუმენტად, რომ მაშინ ქართული ოცნება ამ ადგილობრივ არჩევნებს თუ ატარებს და ატარებს ოპოზიციის გარეშე ერთპარტიულად, მაშინ ის მთლიანად გაიფორმებს ერთპარტიულ მმართველობას უკვე ადგილობრივ დონეზე და როგორ მაშინ რა ხდება უკვე პროცესი როგორ მიდის ამის შემდეგ ხო აი რატო უწყობს ხელს ვთქვათ არჩევნებში არ მონაწილეობა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს აი აქ რა ლოგიკა ერთი მონაწილეობა აი ამ ვითარებაში ნიშნავს იმას რომ პრაქტიკულად ციხეში ვტოვებთ იმ პოლიტიკურ პატევრებს, რომლებიც რეჟიმმა მძევლად აიყვანა. მეორე, ჩვენ თავს ვეწინააღმდეგებით, ანუ გამოდის, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბ და არაფერი არ შეიცვალა და ეხა მორიგ სატყუარას წამოეგოს ვიღაცა და იგივე თამაში შევდივართ და ნუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეხა ყველა ჩვენგან შეუძლია ჩაატაროს რაღაც მცირე სოციოლოგიური კვლევა თავის გარემოში. რამდენი ადამიანი აი კვეთრად ოპოზიციურად განწყობილი, ჩამოყალიბებული თავის სამოქალაქო პოზიციაში, იტყვის, რომ კი, აი ხა აუცილებლად წავალ ადგილობრივ არჩევნებზე. მე გარანტიას გაძლევთ, რომ უბრალოდ რომ გამოვიკითხოთ, ადამიანების დიდი ნაწილი გეტყვით, რომ უბრალოდ არ წავალ, იმიტომ რომ ეს არასერიოზულია პოლიტიკური კლასის მხრიდან. პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც როცა ყავს, აი განსაკუთრებულად კატეგორიულად წინააღმდეგები არიან, აი იმგვარ განცხადებებსაც კი აკეთებენ, რომ უბრალოდ არ ჩავატარებინებთ ამ არჩევნებს, იმდენად დიდ წინააღმდეგობას უწევენ, აი ასეთ მოსაზრებას და ბოლოს ბატონსაზე აუცილებლად მინდა მოვასწროთ საუბარი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების საერთაშორისო იზოლაციაზე, რაც ახსენეთ თქვენ უკვე, მაგრამ როგორ ფიქრობთ და ახსენეთ ისიც, რომ აი ამ დასავლეთის მხრიდან შეიძლება რაღაცა დე ფაქტო, თუნდაც არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან გარკვეული კავშირების დამყარება იყოს, გახდეს აუცილებელი მოცემულობიდან გამომდინარე. მოახერხებს ივანიშვილის რეჟიმი ამ იზოლაციის გარღვევას და ხედავთ ამ ცდილობებს თქვენ შეერთებულ შტატებში ვიზიტით მაგალითად. თავარი ამოცანა მათთვის ახლა ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან წვალობენ, დადიან ისეთ ქვეყნებში, რომლებიც არასდროს არ ყოფილან არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად საქართველოსთვის პრიორიტეტული. მხოლოდ იმისთვის, რომ შექმნან ილუზია, რომ ისინი ვიღაცებს ელაპარაკებიან. გარკვეული ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ, როდესაც ნიუ-იორკში იყვნენ, გაეროს ფორმატში და იქაც უაღრესად კომიკური ინფორმაციები გავრცელდა მთავრობის ადმინისტრაცია, ეგრეთ წოდებული მთავრობის მხრიდან. ანუ ოღონდ ვიღაცასთან ერთად დაფიქსირდნენ მაგიდასთან და ნუ არას დაგიდეონ, ხო? ცხადია, მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტის მომგვრელია, რომ მათ ეს ჯერ ვერ გაარღვიეს მთელი რესურსი, მთელი ეს რუსულ ადმინისტრაციული რესურსი იმაზეა მიბმული და ფულზე როცა ლაპარაკობენ, საკუთარ თავზე ლაპარაკობენ, ხო ყოველთვის, რომ ფულით წყვეტენ პრობლემს. ხა ივანიშვილმა ეს ვის უნდა დააბრალოს, ავიც ნანუკა ჟორჟოლიანს აბრალებსო, თურმე ნანუკა წყვეტს ფულით პრობლემს ივანიშვილი, ხო? აი, პროსტა კოც როგორ არ წხვენია მართლა ამას რო იმეორებს, ხო? კაცი რომელსაც ყველას და ყველაფერს უბრალოდ აი ფასი ადევს, აბა ეს რამდენად იყიდოს და ის რამდენად იყიდოს. ხო, ისე როგორ ფიქრობთ, ნანუკას დაკავებას ფიქრობთ ნენგუშინ და გადაიფიქრეს ეს ამდენი პოლიციელი რა საჭირო იყო, როგორ ფიქრობთ გუშინ? არ ვიცი, ხა ამაზე არ მინდა სპეკულაცია, მაგრამ თვითონ ანუკამას თქვა, რომ როდესაც მას მიუვიდა ინფორმაცია, რომ ეს ბრძანება, ეს სანქცია გაცემული იყო, სწორედ მაშინ ყოფილა ეს გაცემული და შესაბამისად ასეთი ტიპის საინფორმაციო გაჟონვები უსაფუძვლოდ არასდროს არ ხდება ხოლმე. მე მგონია, რომ ეს რეჟიმი უნიათო ნამდვილად არ არის, რაღაცა თუ უნდათ, მაშინ არაფერზე არ იხევენ უკან. ამ ეტაპზე უბრალოდ აი ამ ტიპის და ამ დოზის დაშინება უნდა და ამ მესიჯის გავრცელება უნდა და ვინაიდან ამათვის არ არსებობს ხალი ბავშვი რა ფალიანცით მოვიდნენ და ეხლა მართლა რასთან ვის მოერიდებოდნენ, ხო? შესაბამისად ეს არის უბრალოდ მორიგი მცდელობა, რომ რაც ითქვა კიდევაც, რომ აი სოლიდარობის ფაქტები, ერთმანეთის გვერდში დგომის ფაქტები და ფული, რაც თავარია, ადამიანების მიერ შეგროვებული ფული, სხვათა მხარდასაჭერად ბოლომდე მოშთონ და დატოვონ მხოლოდ თავიანთი შავი ფული. და გააქრონ ის პროტესტი რუსთაველზე, რაც მათ შორის არის მთავარი საფუძველი
საფუძველი იმ საერთაშორისო იზოლაციისაც, ხო? ერთ მინდა კიდე გამოვიხმარო, ერთი გავიხსენე, რომ უბრალოდ ეს ქოც პროპაგანდა ხო სულ რაღაც მითებს, ტყუილებს, ჭორებს იგონებდა და ერთ-ერთი ჭორი წინა ხელისუფლების დროს იყო, რომ ისინი თურმე ბიუჯეტს ავსებდნენ ჯარიმებით. გახსოვთ ხო ეს ჭორი ალბათ და აი უბრალოდ მინდა აი იმ ხალხს ვინც ამას იმეორებდა თვალებში ჩავხედო, იმიტომ რომ აი შედარებაც არ შეიძლება ხო რაღაც უბრალოდ რუსთავაზე გავლა 5000 ლარი გახდა და ერთ ადამიანს 10 ჯერ და 20 ჯერ მისდის ხოლმე ეს ჯარიმა. საერთოდ შედარებაც არ შეიძლება ხო ანუ რასაც თვითონ ამბობდნენ ეს ვითომ მორალური ადამიანები და სინამდვილეში თხემი ტერფამდე უზნეოები იმას აკეთებენ 10 მაგას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ეს არის ამ შემთხვევაში მათი მიზანი რომ მოსპონის რასაც თვითონ ვერასდროს ვერ გააკეთებენ ეს. ხაჩორს ამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მithქვამს ხოლმე რომ აი ეს რომ მომხდარიყო სააკაშვილის პერიოდში ხო წარმომიდგენია როგორი ამბავი იქნებოდა და როგორი პროტესტი მოყვებოდა ამ ყველაფერს რასაც აქ სამწუხაროდ ხშირად ვერ ხედავთ ხოლმე თუმცა არის უკვე სოლიდარობა და ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა რეალურად ამ რეჟიმის სახეს და რომ დავასრულოთ ბატონო ხო ერთსაც მინდა გამოვეხმაურო რა იმიტომ რომ აი როდესაც ვსაუბრობთ რა ეტაპზე ვიმყოფებით ჩვენ უნდა დავასრულოთ კეკლუცობის ეტაპი ქართულ პოლიტიკაში. კეკლუცობაში გულისხმობ აი ვიღაცის მიმართ მიუღებლობა, ვიღაცის მიმართ აი ამის გვერდში არ დავდგები და ეს დაკომპლექსება, რომელიც ქოცის ხრიდან მოდის, ხო? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ აღარ გვექნება ძალიან მალე იმის ფუფუნება, რომ ვისაუბროთ ვინვის გვერდში დადგება ან არ, ხო? როდესაც გააგდეს ბოლშევიკებმა სამხედრო ძალით, რუსული ძალით ჩვენი პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება, სამწუხაროდ მერე ისინი წავიდნენ და პარტიები ერთმანეთში კინკლაობდნენ კიდე 30-40 წელი. სასაცილო იყო ეს ყველაფერი, ძალიან გულის დამწყვეტი და საქართველოსთვის ტრაგიკული, მაგრამ გარედან საყურებლად სასაცილო, ხო აღარაფერი არ იყო გასაყოფი და ისინი კიდე რაღაც იდეოლოგიურ ნიუანსებზე ყამათობდნენ და ამ დღეში ვარ დღეს ჩვენ ამომრჩეველს მერწმუნეთ და დარწმუნებული ვარ რომ ეხა მოქალაქეობრივად და თქვენ არ გეუბნებით არამედ აი ზოგადად აი არაინტერესებს ძალიან უინტერესოა და ძალიან მეასახარისხოვანია რომელიღაც პარტიებს შორის იდეოლოგიურ ნიუანსებში განსხვავება. ამას ვამბობ ის ადამიანი რომელიც პარტიულ დემოკრატიაზე ვსაუბრობ მართლა მრავალი წელია ხო როდესაც საუბარია იმაზე რომ პარტია რო წარმატებული იყოს უნდა კონდეს ნიშა იდენტობა და ასე შემდეგ მაგრამ დღეს ვართ მასლოუს პირამიდის უდაბლეს საფეხურზე და აქ საუბარია გადარჩენაზე და გადარჩენისაც ხა იმაზე საუბარი რომ დეგეგეს განაკვეთი სხვა მინდა ან საპენსიო ასაკის და განსხვავებული აზრი მაქვს უბრალოდ არასერიოზულია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზაზა არასდროს არ მყოფნის ხოლმე დრო თქვენთან სასაუბროთ იმდენად საინტერესოა როგორც ყოველთვის მადლობა დიდი მობრძანებისთვის ზაზა ბიბილაშვილი ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი იყო ჩვენ გადაცემის ბოლო სტუმარი